ცხონებული სადაც აწამეს. მიყავ ზუსტად იმ ადგილზე. სასაფლაოზე. დიახ. ოქროყანაში. ოქროყანის სასაფლაოზე. მანქანა რო ჩერდება, გვიტარებენ ეს ინსტრუქციას, სიტყვიერს, რომ ეხლა აი ამ მდგომარეობაში როგორც ხართ, სირბილით გამოყვებით. უკვე იქ ადგილზე მელნიკოვი გამოგვეცხადა და გასაბზანება. ეს ქვემოთ, ეს აქ ყავდეს. ვამეხი აი ესეთი მოხრი მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ორს უკავია და ნუ სირბილით როგორც და მიყავთ პატარა ხევია იქ რა, მიყავთ იმ მიმართულებით. მე უცბად უკნიდან ფეხებში მხლება, ვიკეცები, მე კეფაში ვარდები მიწაზე, მადგავს მუხლს ზურგზე და იარაღს მაბჯენს კისერზე. ვამეხი რომ გაატარეს, ანუ ერთგვარი კორიდორი მოუწყეს. ციხლის ჩარტყმა და ეს შენი ვითონზული ბიჭით და ნუ აი ეს გინებები და ფიზიკური შეურაცხყოფებით ჩაიყვანეს ვამეხი დაბლა. აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა. ყველა დარტყმა, ყველა გინება ესენი მირტყავენ და ამ ჩემი ცემის დროს ამოდის მელნიკოვი და აი იგინება რაღაც საშინლად. მეც ვამეხის გზით ჩამიყვანეს და ხედავ რა სურათს. ვამეხი მუხლებზე გდია. აი წარმოიდგინეთ რომ თვალების ადგილზე რომ აი ბრიტო რო გაუსვა ადამიანს, აი მარტო ის ხაზი რო იყოს. აი ნაცემის მინახია, აი ყველაფერი, აი ეგეთი არაფერი მინახია რა. აი გარწმუნებთ რომ ვერც თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა იმას, რასაც მე გეუბნებით. დაჩოქილი და ვამეხის უკან არის ხევი, ორი ვერზილა უდგას, ანუ ერთს, ახლა წარმოიდგინეთ. არის ერთი 40 სული. აი 8 არ შევწდე რა და ტყილი არ გამომივიდეს. თუ მეტი არა. ამის მოპირდაპირედ არის პატარა ბეგობი. ეს შემაღლება. სადაც დგანან პატივცემული დავითი დათახალია. ხელმარჯვნივ გვერდს უშენებს მელნიკოვი და ხელმარცხნივ ალანია. საზოგადოებისთვის განმარტავ, ეს დათა ახალაია, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი. დიახ. ზოგიერთმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს. ზუსტად. დღეს არიან იმ დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მაღალჩინოსნები, კი. რომლებსაც ამ დროს ოკუპირებულ საქართველოში აბარიათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ზუსტად. აი პარადოქსი ამაში. ეს იგივე ხევია, სადაც ანდრო გირგულიანი აღმოჩნდება თქვენს შემდეგ 4 თვის თავზე 2006 წლის იანვრის ბოლოს და სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც ეს საქმე შემოვა, იქ წერია, რომ სანდრო გირგულიანი თურმე ამ ხევში თავისით აღმოჩნდა და ეკალ ბარდებზე გადაიჩეხა და ის ჭრილობები, რაც ჰქონდა მას მიყენებული, ქალბატონი თინა ბურჯალიანი, ზურაბადეიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა და წარდგა სასამართლოს წინაშე, მე ვიყავი ამის მოწმე, იქ მუშაობდი, ამტკიცებდა ისე, რომ არ ცხენოდა, რომ თურმე მაყვლის ეკალ ბარდებზე გადაიჩეხა აი ამ ხევში, სადაც თქვენ ყვებით, რომ 4 თვით ადრე გაგისწორდნენ ფიზიკურად, გადაჩეხილა სანდრო გირგულიანი და ასე მიაყენა თავის თავს უნებლიეთ ის ჭრილობები, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ჩემი ცემა შეაწყვეტინა ახალაია. თან ესეთი ცინიკური ღიმილით რა. რა თქვა ბიჭო მაგან ოროეთი რომ მოკლასთან დაკავშირებითო. ხო, ნუ თქვა რა მოსაკლაუს მოგვიყვანეთ აქ თქო? აბა შე რა გონია ხა აქიდან სახში? თოცხალი მიყვალო? იღებს იარაღს, აი ესეთ მდგომარეობაში ტენის და იწყებს აი ესეთ თამაშს. ხან მე მომიშვერს, ხან ვამეხს. რომელი პირველი?
ნუ შო გასაგებია მე ვთქარი, მაშინ პირველი მემესვრელიც მეთქი რა. ნუ მაყურებინებ მე ვთქარი ამის კუთხეს და ჯერ მემესვრე და მე აზრი მე ვთქარი თქვენ სხვა რა აქვს. ან ყველაფრის მიზეზი იყო ვამეხის მეგობარი გოგონა. სახეს არ დავასახელებ. ვამეხი და თავის მეგობარი გოგონა იყვნენ სიღნაღში. ორდღიანი დასვენტური წავიდნენ დასვენებას. გამის 60 საათზე ამ გოგონას ტელეფონზე შემოდის ზარი. გოგონას ზინავს და რა თქმა უნდა ახლა მამაკაცები ვართ პასუხობს ვამეხი. იქიდან მამაკაცის ხმა. ბიჭო შენ ვინ ახარით იქ დამალაპარაკე? ვინ? სად რეკავ? პირველი კითხვა ვამეხის. ბიჭო შენ ძალიან გასადაც რეკავ, კარგად დამალაპარაკე. და ანუ აქ მოხდა უკვე ორმხრივი არის შელაპარაკება რა უშერის სიტყვებით და სხვა აქედან იქიდან დღები თვალე მე შენი ასე და ესე და შედეგი გაიჩე ტელეფონი რაც პერიოდი გაიყვანეს 2-3 თვე და აი ესე შეგვისრულეს რა და ახალია სადაც 6-7 წლით წინ ამ გოგონასთან მქონდა ურთიერთობა და ნუ ეხლა ეგეთი ავადმყოფია რომ სიმთვრალეში ახსენდება ყველაფერი და რაბენიღაც რესტორნიდან ახლა მთვრალმა ნაბახურმა მოინდომა ქალბატონი და ურეკავს რა ხდება ვამეხი ტელეფონზე და ხდება აი ეს შელაპარაკება კეზერაშვილის მოადგილე მომთხოვა რომ გამოყოლოდი გვერდზე ოთახში აღმოჩნდა რომ იქ უკვე ყავდათ დაბარებული ყოფილი ქალაქის არქიტექტორი დავით ახვლედიანი ახალი გამოსული იყო ციხიდან და მითხრეს რომ აი უყურე ამ კაცო ეხლა ამას აქედანვე დავაბრუნებდო ციხეშიო ჩავმითვალეს და მაჩვენესია კიდევ ჩემი ოჯახის წევრების და ეს რამდენიმე არ იყო შემიძლია თქვა რამდენიმე ათეული კაცი იყო სულ ყველას დავაპატიმრებთ და მე შენ წახვალ ციხეში მითხრა კეზერაშვილმა ისიც მითხრაო თუ შენ დღეს ღამის 11 საათამდე არ გეკნებოდა დაწერილი განცხადებაო შენთან ერთად მეც დავაპატიმრებს შენ ხო იციო მიხეილ სააკაშვილი არის ამ საკითხი დაინტერესებული შენ ხო არ გონიაო რამის პრობლემა გვაქვს ჩავალთ ეხლაო მაგბიცო მანქანის მოპარვას კიდევ ჟარგონს ვიხარ რაც მითხრეს ისე უნდა და შევდენითო მე შენი მანქანიდანო გასაბერტანს გადმოვიღებთ გავასრულებთ და წახვალთ იარაღის გაყიდვის მუხლით ციხეზეო დამაწერინეს რატომღაც გიგი უგულავას სახელზე და მთავრობის სახელზე და არა იმ ადამიანზე პრეზიდენტზე მყავს ხედულობაში რომელმაც ეს განკარგულება გამოსცა ალბათ პირველიდან 2 საათი ესეთი ფარგლებში ვაკეში ჭავჭავაძეზე ნოტარიუსი იყო ქალბატონი ციური ბერიძე იმასთან ჩამისვეს თავიანთ მანქანაში და წამიყვანეს სადაც გაფორმდა რა თქმა უნდა ეს ჩემი დაწერილი განცხადება მითხრა რომ რა თქვენო ხართო დღესო მე-15-ო და ხიზანიშვილს მიუტრიალ და ის კითხა რომ საათ პოულობ ამდენ პატრიოტს რომ ასეთი სიხარულით მოდიან და ნოტარიულად ამოღრმებენ აქ ხელშეკრულებასო 2010 წელს როგორც მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ჰოლანდიელი რო ახსენე ბობ მეიერის მიერ შექმნილ შეპესე ლისი ლეიგ დეველოპმენტს პირდაპირ მიყიდვის წესით გადასცა ჩემზე ჩამორთმეული ქონებაც და ის რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული. თეიმურაზ ქურხული, რომელიც იყო ვიცე-მერი ქალაქის გეუბნებათ, რომ პირველს, ანუ სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ თქვენს ბიზნესში დაიამხანაგოთ პარტნიორად აქციოთ ჰოლანდიელი ინვესტორი. ამის შემდეგ თქვენ უკვე რაკი გიხსენეს რომ პირველი სურვილია რაკი ვიცემერი შეგხვდათ თანხმდებით ჰოლანდიელ ინვესტორთან შეხვედრაზე. არა, მანდ იყო ასე ოქრუაშვილს რო არ შეხვედროდი, მაგიტომ უფრო დავთანხმდი. ხაზარაძე ხდება ჩვენი პარტნიორი 2000 თუ არ ვცდები 5 წლის იანვრიდან. და ამაში თქვენ გადაგიხადათ თანხა? არაფერ თანხა მას არ გადაუხდია, მას ჰქონდა ვალდებულება რომ შემოეტანა, ანუ მან შეაფასებინა ჩემს მიერ სახელმწიფოსგან გამოსყიდული ქონება აუდიტს, ეს დოკუმენტიც მაქვს. მითხრა რომ ეს არის $1,000,000 ფასი და ამიტომ მითხრა მე შემოვიტან $2 მილიონ შენი ქონება, ამით დაფუძნდება სააქციო საზოგადოება, რაზეც მე დავეთანხმე როგორც ეღანა აღნიშნე კიდევ მეორე ბატონი მამუკა გახდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ბადრი ჯაფარიძე იყო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ბობ მეიერი იყო წევრი და მე ვიყავი სარევიზიო სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ანუ თანამდებობა მომცეს. როცა ტბა გადარჩა და უკვე უმაღლეს დონემდე მივიდა, იმ დროს დადგა დრო, რომ ეს თქვენთვის წაერთმიათ და მიეცათ ხაზარაძისთვის. შეიძლება ასე ეთქობა შესაბამისი დრო დადგა შეგვიძლია ასე რომ ჩავთვალოთ. თქვენ გაეწიეთ ზედმეტი ვიყავი, კი. ზედმეტი გახდით. იმ დონეზეც კი რომ თქვა სამსახურის კი არ შემომთავაზეს, როგორც ეხლა ეს 2003-2012 არავის დაავიწყდება, ყოველ შემთხვევაში ჩემი ასაკის ხალხს, ისე ალბათ არ დაავიწყდებათ ის 90-იანი წლები. ხედრიონს გვარდიას გადარჩით, კეზერაშვილს ხაზარაძეს ვერ გადარჩით. მოდი ესე გეტყვით, ფინანსურში რო დავყავდით, პირდაპირ მითხრეს იქ ახალგაზრდა ბიჭები დამახვედრეს, ლაპარაკი ყველამ კარგი ვიცით როგორ იციან და მითხრეს რომ შენო ძმაო ბოდიში ესო ან მხედრიონი, ან გვარდიაო, ან კურდები ხო არ აგონიაო. შენო სახელმწიფო გებძვის რა ვერ გაიგეო. იძულების წესით ანუ კაცრი მოთხოვნით უფრო სწორად დამაპარტნიორეს ამ ადამიანებთან. შემდეგ 2007 წელს თუ გახსოვთ რაღაც აუქციონი ვითომ 192 მილიონად გაიყიდა სახელმწიფო ზეიმობდა აილისის პარაფაში გაიყიდა და იყო ერთი ტაჯდუში. მე აღმოჩნდა რომ ეს ფული არ არის გადახდილი და ეკონომიკის სამინისტროში დოკუმენტები უდეს და მეც ამოდა იყო ასევე ფილმი გადაღებული ნაპატიე მილიონი სადაც ეკითხებიან ბატონ მამუკას და არავითარი 192 მილიონი არ გადახდილა. ეგეც ეპატია ხო თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მამუკა მიხეილ სააკაშვილი ვინმე 192 მილიონის არ გადახდას ბიუჯეტში ეს იყო საოცარი ფასი მაშინ საქართველოსთვის ერთადერთი წარმომადგენლობითი უფლება ქონდა ბატონ მამუკა ხაზარაძეს და მე იმასაც ვერ გეტყვი იყო იმ სააქციო საზოგადოებაში მეწილე არ ჩანს არც ბადრი ჯაფარიძე ეს იყო ძალიან მარტივი რამე ისინი იყვნენ დანიშნული პირები ნუ რაც სახეზე დევს და რაც ჩანს რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბატონი მამუკა ხაზარაძე მოიყვანა მოსამართლემ სადაც მამუკამ მაგ ჩანაწერი საჭირო შემთხვევაში შემიძლია წარმოგიდგინოთ ამბობს გარკვევით რომ ჩვენ პროექტი შეგვიჩერა სახელმწიფო ანუ მოსამართლეს აძლევს ჩვენებას თუ რა ქვია ახლა მაგას არ ვიცი განმარტებას და რომ კითხავინ დაადო ხელი ბენდუკიძეს არც უგულავო ხსენებია არც კეზერაშვილი და არც ასე გარდაცვლილს ადებს თან ხელს ეტყობა იქ იცით როგორ არც მალავდნენ თქვენ ხო არ გონიათ რომ თვითონ ფიზიკურად აი ან შემოდიოდა თქვა კეზერაშვილი დაკითხვაზე ან რაღაც იქ თვითონ მეუნებოდნენ აი მათ თანამშრომლები დღეს ახლა ეს დაგვავალეს თქვა მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავა მათ ერთ რამე ქონათ სახელმწიფო ჩვენა ვართ გითხარი გააკეთე არ გააკეთებ და ხვდებით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და თქვენ ეუბნებით რომ უკვე ცუდად არის საქმე და გადავწყვიტოთ თუ საჭიროა მიუხედავად იმისა რაც ხდება ციხეებში წავალ მე ციხეში ახლობელიც არის უკვე მზად რომ ჩემი ოჯახი ჩემი ციხეში ყოფნის დროს შეინახოს აი საუბარი რომ რისკის ქვეშ დგებოდა რომელიც რა თქმა უნდა დიდი რისკის ქვეშ დგებოდა და აი ეს საუბარი რომ გააგრძელოთ უთხარი არა ოღონდ ერთი მოთხოვნით მე ვუთხარი მამუკა მე ვიცი რომ შენ შეგიძლია შენ მეუნები რომ მე რაღაცებს ვალაგებ და როგორც აღმოჩნდა და რაც დაალაგა კი ვნახეთ კარგად ბოლოში და ამიტომ მოდი მე ამ ხელა რისკზე და ანუ ყველაფერზე მივდივარ უბრალოდ მე ამ ასე თქვა წილიდან ამ ჟარგონს არ ამომაგდო და ვიქნები ბოლომდე და მე არ თუ ჩემი დაწერით წყდება ჩვენი საკითხი მე მზათა ვარ მე ვუთხარი ამ სვერბლისთვის მოდი ასე ვთქვა და ციხეში ჩაჯდეთ მე არ ვიციო მე შენ ვერაფერ გარანტიას ვერ მოგცემო ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს არ უპასუხე და მომძებნეს და ამერიკა ერთ-ერთმა დირექტორმა და მითხრეს აი რამას სადახარ შეგვჭამეს ფინანსური პოლიცია გეძებს